სულთა ბერია სისტემით მომიდგნენ და ანუ დანაშაული რომელზეც საუბრობთ რომ ჩადენილია ჩემს მიერ თვითონ დანაშაული მომხდარი არ არის თქო ჯერ მეთქი დანაშაული დაადგილეთ რომ მომხდარია და შემდგომ ვილაპარაკოთ იმაზე ვინ ჩაიდირა მე თუ თქვენ თუ სხვა მდგო რა საბჭოთა მეთოდებით მეტალურგიული ბიზნესის წილის წართმევაში ბიზნესმენი დავით მირცხულავა ქართული ოცნების ძალოვანებს და ბიზნეს რეკეტის დაჯგუფებას ადანაშაულებს. ეს არის პირველი ინტერვიუ კაცთან, რომლის დატერორების საქმეშიც ხმაურიანი გვარები ფიგურირებს. ჯერ მუქარა წილის დათმობაზე, უარის შემდეგ კი გამოგონილი შემოწმება ფინანსური პოლიციის გავლით და ციხე. ეს ყველაფერი სულ ახლახანს საქართველოში ხდებოდა. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ამაში რამდენი ადამიანი იყო ჩართული. ამაში მთელი ფინანსური მუშაობდა როგორც ერთი მანქანა რა და ნახევარი გენპროკურატურა. ბიზნეს გაწერდათ ფარცხალაძესთან ერთად მთელი სახელმწიფო უწყებები. მთელი მანქანა კი ბატონო, როგორი გადრო, მთელი მანქანა. ისე კარგად მუშაობენ, თან ერთიანად ჩავდიართ, ხო გეუბნებით, გამარჯვების თქმა შეუწყვით ყველას, იმიტომ რომ ვისაც გამარჯვება უთხარი, ყველას სახლი გაუჩხრიკეს. ბიზნესმენი, რომელმაც კომპანიის წილები ფარცხალაძის საძმოს არ გადაუფორმა, დღეს პირველად შაბათის ეთერთან ყვება, როგორ გაატარა 9 თვე ოჯახის წევრებთან ერთად ციხეში და როგორ არეკეტებდა ივანიშვილის ხელისუფლების სახელით რუსეთში გაქცეული ექს-გენერალური პროკურორი. უბრალოდ ჰაერში შეკერეს, ციფრები დააჯამეს ერთმანეთში და იმიტომ რომ ფარცხალაძეს უნდოდა. Ну, რა თქმა უნდა, იმას რაც უნდა და სხვანაირად არც კეთდებოდა. ეგრე გამოვიდა რა. ისეთი დრო გამოვიარე, იმდენი რამ გავიარე, რავი, არასოდეს არ ყოფილა, არათუ ეს ახლო-მახლოც კი რამ. ნიშანიც კი არ მქონია ამისი არასდროს და აი ეგ არ მეგონა სივარცხლე რო გითხრათ, რომ ამ დონემდეც კი რო ვიყავით მისულები. ეს ინტერვიუ FSB-ს აგენტობაში დადანაშაულებული ფარცხალაძის და მისი საქმეების მმართველის მიშა ჩოხელის წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ ერთი ახალი ბრალდების საფუძველი გახდეს. შაბათის ეთერს საქმის პროკურორი udasturებს, რომ ქართული ოცნების პირობებში ბიზნეს რეკეტის საქმეზე გამოძიება დაწყებულია. ანუ ბიზნეს არეკეტებდა მირცხულავას ჩვენების მიხედვით ფარცხალაძე ქართული ოცნების სახელი მოხდება ამ საკითხის შესწავლა. ფული აიღო ფარცხალაძე სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად ამ მმართველებითაც მუშაობს. მიშა ჩოხელი თუ ფიგურირებს მის ჩვენებაში. კიდევ ერთხელ ამბობ, გიდასტურებთ რომ ფარცხალაძე ფიგურირებს, სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვით. თითოეულ ფარცხალაძისთვის და მიშა ჩოხელისთვის ბრალის წარდგენა ამ საქმის ნაწილში იგეგმება თუ არა, მაგას ანუ კონკრეტულად რა როგორ განვითარდა მოვლენები წინსწრებად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გამოძიება ამ მმართველებითაც მუშაობს. დავით მირცხულავა, რომელიც ფარცხალაძეს და მის გარემოცვას ბიზნეს წილების დათმობის იძულებაში ამხელს კომპანია Molson Metals ჯორჯიას მფლობელია. ეს კომპანია სამეწარმეო ლითონის სხმულებს აწარმოებს და ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებდა. ფლობდა ფოთში 2 საწარმოს და საქართველოს ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი იყო. ეს მეტალურგიული ქარხანა განლაგებულია ფოთში, ეგ არის დნობელი ქარხანა. და პროდუქციის 100% გაგვქონდა ექსპორტზე. Ну, მარტივად რო ვთქვა, საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ კარგი და დიდი წვლილი შექონდა ამ კომპანიას. მანამ სანამ ამ პრობლემების გამო დაიხურებოდა. ქართული ოცნების ძალოვანების რეკეტის შედეგად კი კომპანიის ტერიტორია ახლა ასე გამოიყურება. აღარც თანამშრომლები ჰყავთ და პრაქტიკულად უფუნქციოა. წლებია დალუქულია საწარმოებიც და ფაქტიურად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ახლა რა ხდება ქარხანაში ბატონო დავით? მუშაობს ჩვეულებრივად? რა როგორი სადა ჯერ კიდევ ფინანსურის გადაღა ჯერ კიდევ ეს ვიტყვი რომ ისე ჯერ კიდევ მიდის. რავი, თუ რამე შეიძლებოდა ყველაფერი გაძარცული იყო. დავით მირცხულავას განცხადებით პრობლემები ერთ დროს წარმატებულ კომპანიაში პირველად 2022 წელს დაიწყო, როდესაც თურქი პარტნიორი მილიონების სავარაუდო მითვისებაში ამხილეს. აქვე მოვილაპარაკეთ იმაზე რომ რაც არის, ანუ რავი, ხა როგორ გითხრათ, ბიზნესენას მითვისებული მარტივად რო ვთქვა კომპანიის
რომ იმას დააბრუნებდნენ კომპანიაში და გავიდოდნენ. თანხა იყო დასაბრუნებელი. თანხა დაახლოებით 10 მილიონი დოლარი. სავარაუდო მითვისებული ფულის დაბრუნების პირობა მირცხულავას ინფორმაციით თურქმა პარტნიორმა არ შეასრულა და მოულოდნელად დავა სასამართლოში დაიწყო. სარჩელის წარმოებაში მიღების პარალელურად კი მირცხულავასთან მოულოდნელად მისთვის უცნობი რუსეთის მოქალაქე მივიდა და წილების დათმობა მოსთხოვა. თან გააფრთხილა, რომ მისი კომპანიით რუსეთში ქართველი ყოფილი ძალოვანები იყვნენ დაინტერესებული და ამის დასადასტურებლად ვიდეო ზარით მოსკოვშიც დარეკა. მოდი შემთან პიროვნება რა, რომელიც მეუბნება რომ არის ჩამოფრენილი კონკრეტულად მოსკოვიდან და აქვს ინფორმაცია ჩემთვის რომ ეს ჩემი პარტნიორი უკვე არ არის გაწეულია, მათ აიღეს ყველაფერი, კომპანია მაინც გაჩერებულია და რომ გავიწიო მეც. შიკრიკი ხარ უბრალოდ და მეთქი სად არის ვის ეძახი ბოსს, ანუ ვინ არის მალაპარაკეთო რა. თან მანამ მეუბნება რომ ამ საქმეში არიან ჩართული და მოსკოვში ახლა ზიან და ელოდებიან ქართველები. თან ქართველი ძალოვნები და მემუქრებით ან დაჭერეთ და თითქოს თუ რა თქო ახლა ძალოვნები არიან ჩართულები. კი ბატონო მეთქი ვინც გინეს იყო ჩართული და ვიდეოთი რომ დარეკა, ხო, ისინიც ნამდვილად ერთ მაგიდასთან იჭნენ. ვინ იყვნენ ამ მაგიდასთან იცოდნენ? რესტორანში. როდესაც დატრიალება დაიწყო ამ პიროვნებამ რომ გამეცნო და დატრიალება დაიწყო ეს ჩემი პარტნიორიც მაჩვენა და ნუ იქ ქართველებიც გამოჩნდნენ და ქართველებზე იყო ერთ-ერთი დაგრჩათ ეს განცდა თუ შესაძლებელია. ამ დროს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთში უკვე თანამდებობის პირია და კრემლთან. ქართული ოცნების მთავარ მეკავშირედაც მოიაზრება. მისი არაფორმალური გავლენები კი საქართველოში უპრეცედენტოა. აკონტროლებს თითქმის ყველა ძალოვან უწყებას, მათ შორის სასამართლოს, გენერალურ პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას. ეს ფაქტები საჯაროდ არაერთხელ დაადასტურა კოკა მორგოშიამაც, ლევან ჯანგოლაძის საქმის ოქროს მოწმემ და პირმა, რომელმაც მირცხულავა ბიზნეს რეკეტის საქმეზე გამოძიებას ჩვენება ჯერ კიდევ თვეების წინ მისცა. ღიად ვიძახი რომ მაშინდელი ფინანსური პოლიციის უფროსობა, ანუ მენეჯმენტი იყო ოთარ ფარცხალაძის ხელის ბიჭები. ეს 2x2-4-ია, როგორც პროკურატურა. ქართულმა ოცნებამ არ იცოდა ფარცხალაძე ფინანსური პოლიციის და ამ ძალოვანი უწყებების გამოყენებით ხალხს რომ არ ეკეთებდა. ქართულ ოცნებას უნდა გქონდეს. მე ვთვლი რომ უდიდესმა ნაწილმა იცოდა. ოთარ ფარცხალაძის არაფორმალურ გავლენებს ძალოვან უწყებებში ადასტურებს დავით მირცხულავას გარშემო განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიაც. მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა რუსეთის მოქალაქესთან წილების დათმობაზე საუბარი არ გააგრძელა, მის კომპანიაში მოულოდნელად ფინანსური პოლიცია შევიდა. ფინანსური პოლიცია შემოგვივარ და ნუ კომპანია დააყადაღეს, გადაჭრიკეს, გადამოჭრიკეს სახლებით, დირექტორისაც და ნუ ასე შემდეგ. ეს იყო 23 ივნის, 29 ივნის უკვე შემოვიდნენ ჩემს ყველა სახლში და ჩემი ყველა ნათესავის სახლში რა. გადაჭრიკეს ყველაფერი, ხუთლარიანიც კი თუ ნახეს მაგიდაზე, ისიც აიღეს რა. მე თვითონ არც ვიყავი აქ. მაგ დროს მე მივედი თვითონ თბილისში და მე ველაპარაკე რა. მეთქი იქიდან გამოდით თქო და აქვე ვილაპარაკოთ რომ რა გინდა თქო რა. ანუ ვინახართ და რა გინდა. ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამაში. რა თქმა უნდა მათი მეთაურობით და კოორდინაციით, მაგრამ სოსტო რამიშულთან ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია? არა. ვიცი რომ ჩართული იყო ამ საქმეში, მაგრამ არა. ფოთის მეტალურგიულ წარმოებას სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ის სპორტის სიახლოვესაა განთავსებული და პროდუქცია მხოლოდ ექსპორტზე გადიოდა. მოთხოვნა დიდი იყო და ამიტომ, როგორც ჩანს, სარფიანი ბიზნესის ხელში ჩაგდება ფარცხალაძის დაჯგუფებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენდა. არის კიდევ ერთი დეტალი. სანქციების გამო რუსეთისთვის ფიქტიური კომპანიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაძლოა აქ ემუშავა სქემას, რომ რუსული წარმოების მასალები ფოთის ქარხნის გავლით ექსპორტზე გასულიყო, რაც რუსეთისთვის, სადაც ფარცხალაძეს იმ დროს დიდი გავლენები ჰქონდა, დიდი დახმარება იქნებოდა.
ფოთის მეტალურგიული წარმოების მფლობელი იხსენებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად მასთან შუამავალი სწორედ ფარცხალაძის სახელით მივიდა და წილების დათმობა მოსთხოვა. ფინანსური პოლიცია უშვებს აკაუნტს ფინანსური პოლიციის ერთ-ერთ ჩემს მეგობართან. ანუ ჩემთან პირდაპირ მნიშვნელობით მაგ მომენტში არავინ არ მოდიოდა. უშვებს ჩემს ერთ მეგობართან იმისთვის, რომ აუცილებლად დავიჭერთ თუ არ მოგვარდება იმდენად დაინტერესება იმდენად მაღალია და ისეთი ხალხისა, რა. ვისთან უნდა მოგვარდეთ და რაზე? კომპანია უნდა მისცეთ? კომპანია უნდა მისცეთ. პასუხი უარი იყო, რასაც საბჭოთა მეთოდებით ტერორის სერია მოჰყვა. მუქარით მოლაპარაკებაზე მე არ წავედი არც პირველ ჯერზე და არც მეორე ჯერზე და შემდგომ უკვე ცდილობდნენ საქმის შეკეთებას. მეორე ტალღით აკეთებენ დეკემბერში უკვე ამ ივნისიდან და ხრეკენ რავი რა გითხრათ თუ ვინმეზე მithქვამს გამარჯობა და რომ არ მithქვამს იმათაც რა ალბათ 50 ახლამდე საქართველოს მასშტაბით ხრეკენს უყველას კომპანიებსაც პიროვნებებსაც ძალიან სხვანაირი დაკითხვები აქვს მე სპეციალურში წავწრეს ამაზე რამოდენიმე საქმე რომ ძალიან ზეწოლით დაკითხვები ეს რომ სტანდარტული საგამოძიებო მოქმედებები არ იყო, ამაში დავით მირცხულავა ყოველდღე წმუნდებოდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ მასთან პირდაპირ კომუნიკაცია ფარცხალაძეს არ ჰქონია, მაგრამ ექს-გენერალური პროკურორი ხაზზე მის გარემოცვასთან გადიოდა და წილების დათმობას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიზნესმენს ციხით ემუქრებოდა. ის რომ ამაში იყო ფარცხალაძე და ჩოხელი, არსად არ იყო რაიმე სიურპრიზი და ახალი, ჩვეულებრივად ამას მიფიქსირებდნენ, როდესაც გარკვეულად ვცდილობდი ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ანუ ვინ კონკრეტულად ვინ მებრძო. არის ბევრი სახელი და გვარი, ისეთი ვინც ჩემი მეგობარია და მაგ დროსაც მეხმარებოდა ამის გარკვევაში და მაკავშირებდა ადამიანებთანაც თვითონაც უკავშირდებოდნენ, მეც მაკავშირებდნენ იმისთვის, რომ მე გამერკვია რეალურად ვინ იყო ამის უკან. მარტივი მომენტი არ იყო, იმიტომ რომ მანქანა მუშაობდა მთლიანად. ანუ, რავი, რა გითხრათ და ეხლა მთელი ფინანსური პოლიციის მთლიანი განყოფილება დააკავა ამ საქმით. მარტო ერთი საქმით, ერთი ადამიანიც კი არ დატოვა. ეგეთი რამეები ისე არასოდეს არ ხდება და მანქანა მუშაობდა, სული ამ სიტყვის მუშაობდა. ფარცხალაძემ წილები მეტალურგიულ ბიზნესში საბოლოოდ ვერ მიიღო და მუქარაც აასრულა. 2023 წლის 25 დეკემბერს ფინანსურმა პოლიციამ ფოთში დავით მირცხულავას დასაკავებლად დიდი სპეცოპერაცია ჩაატარა. აიყვანეს მისი ძმა, კლასელი და კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალი. ეს სამოქალაქო საქმე, რომელიც გითხარით, ხო, რომელიც მიმდინარეობდა ამასობაში გავიდა ფინიშში. მოსამართლემ თქვა, რომ დაასრულებდა აუცილებლად სასამართლოს 25-ში რა. 23-ში აგვიყვანეს. მე ჩემი ძმა, დირექტორი კომპანიის, ერთი მეგობარი ჩემი, რომელიც კლასელი იყო. კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელთანაც აღმოაჩინეს, რომ კავშირები არსებობს, ახლობელია და ნუ ზეწოლის მშვენიერი ის არის რა, მექანიზმი. ყველა დაკავებულს ჯგუფური მითვისების ბრალდება და 11 წლიანი მუხლი წარუდგინეს. გათავისუფლებაზე ვაჭრობა ბიზნეს წილების დათმობის სანაცვლოდ გაგრძელდა ციხეშიც. ეს უკვე ჩემს ადვოკატებთან მიაქვთ რა. ადვოკატებთან მიაქვთ იმათ ადვოკატებს რა. და სწორედ იმ ადვოკატებისგან იყო ჩემს ადვოკატთან ეგ წინადადებაც. რა წინადადება იყო ბატონ დავით? კიდევ ერთხელ რომ გითხრათ მკაფიოდ. კომპანიის დათმობის და გასვლის. ციხიდან ანუ გამოსვლის. გათავისუფლება კომპანიის დათმობის სანაცვლოდ. კი ბატონო, კი. და ჩოხელის სახელი მე უკვე აი თავის დროზე რო გითხარით, პირველივე შემომიტანეს ადვოკატებისგან თქო, მანდ გაიჟღერა უკვე ჩემთან, ჩემმა ადვოკატმა გამიჟღერა, სწორედ რომ იმ მეორე მხარის ადვოკატისგან, რომ აი ჩოხელია ამ ყველაფერს. ჩოხელის ხელშია ეს ყველაფერი და ჩოხელი კრავს ყველაფერს.
ამ დროს ფინანსური პოლიციის შეფი სოსო რამიშვილია, ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი და ნდობით აღჭურვილი პირი. მის კავშირებს ფარცხალაძესთან არც პროკურატურა არ უარყოფს, რადგან ლევან ჯანგველაძის საქმეში მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ არაფორმალურ შეხვედრებს სიგარეტის, ალკოჰოლის და სხვა ბიზნესებთან დაკავშირებით ფინანსურ პოლიციაში ფარცხალაძე სისტემატიურად მართავდა. ოთარ ფარცხალაძე, რომელიც რუსეთის აგენტია, რა უნდოდა ფინანსურ პოლიციაში არაფორმალურ მოლაპარაკებაზე? რა შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით გამოყოფილ საქმეზე დავინტერესდით და შესაბამისად რა გაარკვიეთ? ეხლა აქედან ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერჯერ გამოძიებაზე და არ წასულა ეს საქმე. ანუ ფინანსურ პოლიციას ფარცხალაძე აკონტროლებდა არაფორმალურად. კონკრეტულ შემთხვევაში ეხლა პასუხს ვერ გაგცემთ. პოლიციაში ფარცხალაძის არაფორმალურ გავლენებზე პროკურორი არ საუბრობს, თუმცა ახლა ჩნდება კითხვა, დააკავა თუ არა მირცხულავები ამ უწყებამ გამოგონილი ბრალდებით და ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნით და დაუსვეს თუ არა ეს კითხვები სოსო რამიშვილს პროკურატურაში. თუმცა ირკვევა, რომ რამიშვილი, რომელიც პოსტიდან ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან მალევე გაუშვეს, ჯერ გამოკითხულიც კი არ არის. სოსო რამიშვილი, რომელიც იმ პერიოდში იყო ფინანსური პოლიციის შეფი, გამოკითხეთ, მოწმეთა სიაში არის ამ საქმის ფარგლებში. სოსო რამიშვილი გამოკითხული არ არის. აქ საუბარია, რომ ფინანსურმა პოლიციამ ფარცხალაძის დაკვეთით დააკავა მირცხულავა და მისი ოჯახის წევრები. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ დეტალზე ინფორმაციას ვერ მოგაგებთ. გამორიცხავთ, რომ სოსო რამიშვილი აღმოჩნდეს პროკურატურის მოწმეთა სიაში და აქამდე რატომ ვერაფერს ვერ გამორიცხავ, კიდევ ერთხელ ამბობ იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ კომპლექსური საქმე არის, ამიტომ ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვიწყებ. რეკეტის საქმეში კიდევ ერთი ხმაურიანი გვარი ფიგურირებს. შვილების დაკავებით სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მირცხულავების მამამ დახმარებისთვის ლევან ჯანგველაძეს მიმართა, რომ მეტალურგიული ბიზნესის წართმევის მოტივით დაკავებული შვილები ციხიდან გამოეშვათ. მისი იქ გავლენებიდან გამომდინარე სწხოვენი მას, რომ თურმე არის ამის უკან ფარცხალაძე და თქო რომ დაგვეხმარე, იმიტომ რომ დაიჯერეს ყველა ზის. და ლევანი იღებს ტელეფონს და ურეკავს ფარცხალაძეს. მან პასუხად დაუბრუნა უარი და უთხრა, რომ ის საქმეში ჩართული არ არის. და ნუ ხა შეიძლება რაღაც დოზით იყოს, მაგრამ დაჭერაში და იმაში ხო საერთოდ მონაწილეობა მას არ მოუწია. მე როდესაც გებულობ ამბობ, რომ შეეშვით ლევანიც დგება უხერხულ სიტუაციაში, იმიტომ რომ მე ვიცი ვინ არის, ხა მე ვარ თვითონ დაჭერილი და მე ვიცი ამის უკან ვინც არის, იმიტომ რომ მე მქონდა ეს მოკლეული ისედაც ბევრად ადრე. ამ ამბავს სასამართლოში და პროკურატურაში გამოკითხული ლევან ჯანგველაძის საქმის მოწმეც ადასტურებს. კოკა მორგოშია, რომელიც კანონიერი ქურდის ძმის მეგობარი იყო, ამბობს, რომ ფოთის მეტალურგიული ქარხნის საქმეზე ლევან ჯანგველაძესა და ფარცხალაძეს შორის მძიმე საუბარი შედგა. ოთართან მოიკითხა, მაშინ როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მან თქვა, რომ ამასთან ამფერი კავშირი არ აქვს. და უკვე საუბრებში და ყველაფერში გამოირკვა, რომ შუაშიც იყო თავშიც და ბოლოშიც და ამაზე ლევანი ძალიან გაბრაზებული იყო. დაურეკა ისევ ფარცხალაძე. როგორც მე ვიცი, კი საუბარი ჰქონდა და საკმაოდ გაბრაზებული იყო ლევანი ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჰქონდა აი ამას საუბარი, ეგრე როგორ შეიძლება ხალხის დარეკეტება და ასაც ის აკეთებს, რომ მე შეიძლება ერთი გაგიგია, თორე ესეთი აქ ამასთან არის, რა ვიცი, თვეში. ფარცხალაძესთან მან გამოხატა უკმაყოფილება. თუ იცი? ანუ მათ მძიმე საუბარი ჰქონდათ? თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ამ მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი საფუძველი შესაძლოა ეს ფაქტი? ყველაფერი ერთად ჯაჭვშია რა. გახდა თუ არა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი ბიზნეს რეკეტის საქმეზე დაპირისპირება. ამ ფაქტის დადგენა საგამოძიებო უწყებას თვეების წინათ შეეძლო, თუმცა პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ახლა დაიწყო. მირცხულავას кейსი შესაძლოა გახდა ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი? ეს საკითხები, რა თქმა უნდა, შესწავლის საგანი არის გამოყოფილ საქმეზე, სადაც ბრალდებულია ოთარ რომანო ფარცხალაძე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას შევაფასებთ უკვე ამ საქმეზე დასკვნის სიტყვის ეტაპს. მირცხულავას საქმით კიდევ ერთხელ დგინდება, რომ ამ ქვეყანაში ბიზნეს რეკეტი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ფაქტს. ისიც ადასტურებს, რომ 11 წლიანი მუხლით დაკავებულ დავით მირცხულავას საპატიმროში 9 თვიანი ვადა ისე ამოეწურა, რომ ფინანსურმა პოლიციამ მას დანაშაული ვერ დაუმტკიცა და დარბაზიდან გაათავისუფლეს. თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის გავლენები ამ ხელისუფლებაში შემცირდა და ის ახლა ივანიშვილის რეჟიმს მტრად ყავს გამოცხადებული.